მეორე ეკიპაჟი მომევიდა აქ დაიაყენეს ყველა. რა გიორგი აქ დააწუნეს, მანქანა გადმოიყოლეს და ეგრევე ძის დააწუნეს და მე აქ ვიდექი ხელები ასენედო, შემდგომით მოვა მიდგა, მე თუთა იდგა, აქ ირაკლი იდგა და აი აქ იყავდა ძღოლი დაყენებული. კიდე იძახებდნენ და იძახებდნენ დამყარების მოდიოდი და ამასობაში იგინებოდნენ და მოვადო თავზე იარაღი. დაწექიე, მოგამჩგავ, წოდი მეთია დავწექი და ამერინებული იყო რა, ეს ხელი უკანკანება. მე უცებ ნება რა დაწექი, უთესე იგინებოდა და მითამ წოდიო, მოიხება და ამასობაში გასროლის ხმამოხდა. რა მე დაწერილი ყავ, უთესე გერე სახით დაეცა რა. ტყვია მოხდა შემავალი ნახველი არის იღლიაში. ესე იგი ისეთ ვითარებაში, როდესაც რობაქიძეს ხელები აწეული ჰქონდა. ესე იგი ამის თავისთავად გამოვირიცხა, რომ მას ავტომატი ჰქონდა. იმიტომ რომ ხელები აწეული ასე თავზე ხوارდაიდებდა, იარაღზე ხوارდაიწყდა ხელს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პოლიციელებმა ჩვენებები შეცვალეს. თუ ოპერაციის ჩატარების დღეს 24 ნოემბერს ისინი ირწმუნებოდნენ, რომ რობაქიძემ ავტომატიდან ორჯერ ისროლა, ექსპერტიზის შემდეგ მიცემულ ჩვენებებში მიუთითებენ, რომ მათთვის უცნობია, რობაქიძეს ჰქონდა თუ არა იარაღი და რომ მას ავტომატური ცეცხლსროლი იარაღიდან არ გაუსწრია. ჩვენებას ცვლის ბაშალიშვილიც. შეცვლილ ჩვენებაში იგი რობაქიძის წინააღმდეგობას საერთოდ არ ახსენებს და ამბობს, რომ იარაღი შემთხვევით გაუვარდა. პოლიციელებმა შეცვალეს ჩვენების ის ნაწილიც, სადაც დეტალურად აღწერდნენ 5 პირიდან ვის რა დასახელების იარაღი ჰქონდა დაკავების დროს. შეცვლილ ჩვენებებში კი ამბობენ, რომ შეიარაღებული მხოლოდ 3 ქურდაძე, ბართაია და აზარიაშვილი იყვნენ. აი ასეთ შემთხვევაში ცეცხლსროლი იარაღი რომ მოეხსნათ ამ პირებისათვის გამოდიოდა რომ მაშინ ესე იგი იქ ვინც მიიღო მონაწილეობა ჩხრეკაში პატრულისათვის ყველასთვის პოლიციის თანამშრომლებისათვის რამოდენიმე პიროვნების მიმართ უნდა აღძულიყოს სისხლისამართლებრივი დევნა. ბრალდებული გიორგი ქურდაძის დედა ამბობს, რომ დაკავებულებს იარაღის ტარება და წინააღმდეგობის გაწევა არ უდასტურდებოდათ. ამიტომ გამომძიებელი ბრალის აღიარებას ითხოვდა და სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას პირდებოდა. შვილები უკვე როცა ციხეში იყვნენ, 2 კვირის შემდეგ დაგვიბარა დიდებეჩუღურეთის გამომძიებელმა შაკო მიქაბაძემ და გვითხრა, რომ პროკურატურის გამომძიებელმა და გვითხრა, რომ თუ წამოხვალთ მოლაპარაკებაზე, თქვენ შვილებს გამოუშვებთ, თუ არა და მაშინ ყველას დავიჭერთ. ისინი გთხოვდა მხოლოდ იარაღის ნაწილში ვერ იარებინა ბრალი, რადგანაც არ იცოდნენ საწაეროთ იარაღი. აკაკი ბართაიას თქმით, ჩხრეკის დროს, რომ მათ იარაღი არ აღმოაჩნდათ, პოლიციელების გამონათქვამიც ადასტურებს, რაც შემთხვევის ადგილზე იარაღის მოტანამდე გადაღებულ კადრებში ისმის. და უნებლიეთ, გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდშიც მოხდა. აი თვითონაც იძახიან, რომ გავჩხრიკეს, არა აქვს არაფერი და რაქნან არ იციან ამ დროს. და რაციაზე გადარკვევი მიდის, გადმორკვევი მიდისო, მოდით და რა ვქნათ და ბართაია ამბობს, რომ სპეციალურად ტელეკამერებისთვის იარაღის მიტანის შემდეგაც გაჩხრიკეს. თავიდან გადაგვიტეს, რომ ვითომ აი ამას ეს ამოუღე, იმათ გადაუღეს, აი ამას ავტომატი უდეს, ამას ტყვიები უდეს და ესეთი სცენა დადგეს რა. ბართაია იხსენებს, როგორ ჩაუდეს უშუალოდ მას პოლიციელებმა ხელყუმბარა. გამიყვანეს მე ტროტუარზე და ხელყუმბარა ჩამიდეს, რომელიც გამივარდა მე ჯიბეში არ ჩამიდო, აი ამ ადგილას ჩამიდო. და ფეხიდან გავარდა და მე რო ვეკითხებოდი რა შვები მეთქი, გაჩუმდიო, თორე ისეთ რაღაც ჩაგიდე მთელი ცხოვრება ციხეში მოგიწევს ყოფნა და სინამდვილეში არავის არაფერი არ ქონია. საერთოდ. უბრალოდ ეს შემთხვევა რომ მოხდა და შემოკვდა ეს ბიჭი უკვე გამოსავალს უნდა ეპოვათ, რომ რა გაეკეთებინათ და ეს 1 საათნახევარი 2 საათი ფიქრობდნენ ამას, რომ რა გავაკეთოთ. როგორც ბრალდებულები ამბობენ, სამართალდამცავებმა კარგად იცოდნენ, რომ იარაღი შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა მიიტანეს, თუმცა ვიდეოკამერის წინ შეგნებულად ცრუობდნენ. ცევიოზე, აი ცევი როგორ არის კარტულად? აი ამაზე დარწერა გია. საბრძოლო მდგომარეობაში. როგორ მე რომ ამათი ნეიტრალიზაცია მოხდარიყო, რომ ამათი ჩვენებების არადამაჯერებელი ყოფილიყო, მოიტანეს იარაღი და ყველას ჩაუდეს თითო იარაღი. ზოგს ავტომატი მისცეს, ზოგს ხელყუმბარა ჩაუდეს ჩხრეკის დროს თითქოს. ზოგს ცეცხლსროლი იარაღი, ვიდრე ჩაატარეს ჩხრეკა იმ მომენტში იქო და ამათ აღმოაჩნდათ ეს ყველაფერი. 2004 წლის 23 ნოემბერს ამირან რობაქიძე ჯგუფელებთან ერთად დიდუბეში მეგობარ გიორგი ქურდაძესთან გიორგობის მისალოცად იმყოფებოდა. ეს დღე იყო 23 ნოემბერი გიორგობის დღე იყო და
ჩვენ მეგობართან გიორგისთან, ქუდაძესთან შეკრებილები ვიყავით და საუბრობდით რა და უფროსები სვავდნენ. ჩვენ ისევ ლაპარაკობთ, უნოცავდით და რაღაც არ ავსვათ საერთოდ არც ერთი. ტელევიზორს უყურებდით, რაღაც გავდიოდით, გამოვდიოდით სახში რა ერთი სიტყვით რა ვერთობოდით რა ჩვენთვის და უკვე გუთამ გითხრა რომ მე წავალო სახში დამაგვიანდებაო და ტაქსით წავალო ჩვენ ვთქვი რომ მანქანით გაგიყვანთ. ბრალდებულების თქმით პატრულმა მათი ავტომანქანა სწორედ ამ დროს გააჩერა, რასაც ამირან რობაქიძის სიცოცხლე შეეწირა. იმის მიუხედავად, რომ პოლიციელებმა არაერთხელ შეცვალეს ჩვენებმა და ცრუ ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის დანაშაულია, გამოძიებას მათთვის პასუხი არ მოუთხოვია. დღეს მოწმემ ჩვენება რო შეცვალოს, უნიშნულოდ არა, პირდაპირ გამოძიება იწერს, გამოძიებაში ვიჭერე. ამ ხალხმა ასეთ საქმეზე შეცვალეს ჩვენებები არა. არსებითად განსხვავებული ჩვენება მისცეს. უდანაშაულო ხალხი მათ ჩვენებების საფუძველზე 5 ახალგაზრდა უდანაშაულო ციხეში იყო. თქვენ წარმოიდგინეთ 5 ახალგაზრდა გაწირეს. ისთვის. იმიტომ რომ ერთი მკვლელი დაეძვრინათ. ბაშალეიშვილი პროკურატურამ ძებნელად გამოაცხადა. რამდენიმე დღეში იგი პროკურატურაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და ადრე მიცემული არასწორი ჩვენებები იმით ახსნა, რომ მოკლულის ოჯახის წევრების შურისძიები შეეშინდა. საბოლოოდ ბაშალეიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ეს რაღაც უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, იმიტომ რომ დღეს პრაქტიკულად თითქმის ყველა საქმეზე ხალხს იჭერენ. უაქციზო სიგარეტზე იჭერენ ხალხს, აგერ კაცბამ პოლიციელმა კაცი მოკვდა. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი მოკვდა და როგორ შეიძლება მკვლელობაზე მიმალავში ყოფი ადამიანს, რომელსაც თავი არის და გამოძიება შეუცვალო გირაოთი. იმის გათვალისწინებით რაც დღეს ხდება. უნიშნულო დანაშაულზე ხალხს იჭერენ არა? და აგერ კაცი მოკვდა და გარეთ დადის. ინფორმაციები პოლიციელების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ხშირად ვრცელდება ხოლმე. თუმცა ირკვევა, რომ სასამართლოში საქმეთა მინიმალური რაოდენობა ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წლის მონაცემებით სამსახურებრივ უფლებამოსილებას 75 პოლიციელმა გადააჭარბა. საიდანაც სასამართლოში მხოლოდ 2 საქმე წარიმართა. ქრთამის აღების ბრალდება 13 პოლიციელს დაუკნეს. საქმე სასამართლომდე კი მხოლოდ 4 შემთხვევაში მივიდა. აშკარაა, რომ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მოწოდება ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულებისადმი არ ვრცელდება სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. როგორც ჩანს, საზოგადოება პოლიციისადმი მხოლოდ მადლიერების გამომხატველის როლს უნდა დასჯერდეს. ჩვენს უბანში პატრულის გამოჩენის შემდეგ წესრიგი გააკეცდა. ამიტომ რა თქმა უნდა დიდი მადლობა პატრულს. რამდენჯერაც გამოგვიძახია და დაგჭირვებია საერთოდ იმდენჯერ პატივი უციათ. დიდი მადლობა, მეტი აბა რა მეთქმის.